ვიდეოში მოკლედ გიყვებით, როგორ ჩამოართვალ სახელმწიფო მიწა ფერმერებს 1 კვადრატული მეტრი 30 თეთრად. აუ, ეგ მასხარა დაგდება, იმაზე უფრო გული მომდის. თბილისიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 20 კილომეტრში სახელმწიფო ახალი ავტობანის მშენებლობას იწყებს. 4 ზოლი 61 კილომეტრიანი ახალი გზა, რომელიც იაღლუჯის საძოვრებზე გაივლის, საქართველოს აზერბაიჯანთან და სომხეთთან სწრაფი მაგისტრალით დააკავშირებს. ახალი გზის სამშენებლო დერეფანში 380-ზე მეტი მესაკუთრე მოყვა. სახელმწიფო მათთან მოლაპარაკებები დაიწყო. დაახლოებით 35-ს ქონება იძულებით ჩამოართვეს. დაგვიბარეს იქ თბილისში და გვითხრეს, რომ სახელმწიფო პროგრამა არისო და ჭირდება ეგ ადგილებიო თქვენიო. 59 წლის ყაზბეგელ ფერმერს ვანო გომიაშვილს ცხოვრების ნახევარზე მეტი ოქტომბრიდან მაისამდე რუსთავთან ახლოს იაღლუჯის ზამთრის საძოვრებზე აქვს გატარებული. წითელი ხიდისკენ მიმავალ გზასთან ახლოს ფარა პირველად 1992 წელს გამოაზამთრა. ახლა სამოაშთან ერთად 1400-მდე ცხვარს, 150-მდე ძროხასა და ცხენს უვლის. ასეულობით ჰექტარი მიწა ჯერიჯარით აიღო. ფერმა ააშენა. სახელმწიფოსგან მიწა 17 წლის წინ შეისყიდა. 2 წლის წინ სახელმწიფომ 1 კვადრატულ მეტრ მიწაში 19 თეთრი შესთავაზა. შეგვიფასეს ჯერ 19 თეთრად, მერე 30 თეთრია შეცდომა ყოფილა. დღესდღეობით თუ სადმე არის 30 თეთრიანი ადგილი, მომწარ მაშინ მიყიდა და მომწარ, რომ ეს არ გავაჩერე საქმე. მეურნეობის გაფართოება თუ უნდა, ეს გაფართოება არის კაცო. გომიაშვილს 9 ჰექტარი ჩამოართვეს. მას და კიდევ 2 მეზობელს დაახლოებით 15 ჰექტრიან ნაკვეთებში კვადრატულში 30 თეთრი გადაუხადეს. დარჩენილი საძოვრები ისე გაუყვეს, ავტობანის აშენების შემდეგ საკუთრებაში დარჩენილი მიწები მეცხვარეობისა და მესაქონლეობისთვის გამოუსადეგარი ხდება. სახელმწიფო შირდება, კი ბატონო, ჩვენ არა ვარ წინააღმდეგი, რომ სახელმწიფო შირდება, შემოველოს, ვაფშე ისე მივცემ, მაგრამ ეს 30 თეთრი საიდან დაადგინეს, რა არის ეს 30 თეთრი? კაი, მაგას თავიდანება 30 თეთრს თავიდანვე ნაკვეთს შუაზე მიყოფენ, მე მეორე მხარეს როგორ მივიდე? საიდან უნდა მივიდე? ცენტრალურ გზას ხوار გადაახდება ის ძროხა 14 მეტრიან გზას. ფეხით რაღაცა ნამაინად მივალ, ან იქედან მივალ, ან რუსთავიდან, მაგრამ ხوارი საიდან დავა? აი მაგას ვთხოვთ. რომ გაკეთდეს ეგრე, რომ ნახევარი ნაკვეთი არ დარჩეს იქით, ნახევარი აქეთ. მისასვლელი ხო უნდა გქონდეს. თუ ვერ მივედი, უსარგებლოა თავისთავად. მეცხვარეები ითხოვდნენ, რომ თანხის ნაცვლად მიწა ჩაენაცვლებინათ. მათი ნაკვეთების გასწვრივ არსებული სახელმწიფო მიწებით. ვანო გომიაშვილმა სახელმწიფოსგან ჩანაცვლებაზე წერილობითი უარი მიიღო. უარი უთხრეს ნაკვეთებს შორის გამავალ ავტობანზე საქონლის გადასაყვანის მოწყობაზეც. არავის შუაში არ არის, ჩემი საზღვარო მთავრდება, მე არის სახელმწიფო. მე ვთქვა მონაცვლობა გამიკეთეთ, არც თქვენი თანხამი და მე რაღაც ინტერესები არ მაქვს. ამის ის უფლება არ აგოქო. ეს საგზაო იმიდან იძახიან, რომ ჩვენ სახელმწიფოსგან გვაქვს აღებული, ჩვენ ვერაფრის ის არ აგოქო, ვერც მომატებაო, ვერ ზაკლებაო, ვერც გასასვლელებს გაკეთებაო. პროექტი რაც არისო, იმას ვერ შევცვლით რა და თან ესენი რო გავაკეთოთ, ძვირი გვიჭდებაო და მე უნდა დამაქციონ და მე ალბათ ძალიან ცოტა დამიჭი. გომიაშვილის სახელმწიფო სასამართლოში ედავება. გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა მოსამართლეს დაუდასტურა, რომ ვანო გომიაშვილის ნაკვეთში გადასასვლელის მოწყობა პროექტით არ იგეგმება. მიწა ჩამორთმეული მეცხვარეები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ თუ ახალ ავტობანზე ცხოველთა გადასასვლელს არ მოუწყობენ, ისინი საქმიანობას ვეღარ გააგრძელებენ. ერთ მხარეს დარჩება ფერმა, საცხოვრებელი და წყალი. მეორე მხარეს კი რამდენიმე ათეული ჰექტარი მათთვის უკვე მიუწვდომელი საძოვარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ აი 4-5 კაცს ყაზბეგში გვიჭერია ეს მამა პაპისეული საქმე, ეს ცხვარმეცხვარეობა. მამა ჩემი და პაპა ჩემის მოყოლებული. ფაქტობრივად წლების და საუკუნის ნაშრომ ნაწვალებს და აი რაც იცი კაცმა იმას გატოვებინებენ აი ამ საქციელით. და მივდივართ აქედან წავალთ. დამთავრდა ჩვენი ცხვარმეცხვარეობა 3 ფერმა всё გაუქმდა, იმიტომ რომ ნახევარი იქით რჩება, რაღაც გინდა. რადიო თავისუფლების შეკითხვებს 30 თეთრიან მიწებთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტმა არ უპასუხა.